კვლევი. და ჩვენი პარტნიორები ძალიან საინტერესო ანალიტიკას და რუბრიკას გვიმზადებს ამ ბლოგში და საგადასახადო შემოწმება. პროცედურები, ნორმატივები და ბიზნესის უფლებრივი კომპონენტები. დღეს აი ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ დღევანდელი გადაცემის სტუმართან ერთად. მარიკა ურშუბაძე არის ჩვენთან ერთად, რომელიც Grant Thornton საქართველოს საგადასახადო მენეჯერია. მარიკა, მოგესალმებით, ძალიან მადლობა თქვენი დროისთვის. მარიკა, უპირველეს ყოვლისა ახლა საგადასახადო შემოწმება, ხო და მთელი რიგი პროცედურები, რომელიც ამ ყველაფერს ახლავს თან. ანუ ბიზნესისთვის არის ხოლმე სხვადასხვა მითქმა-მოთქმის საგანი და სხვადასხვა შეფასების საგანიც. შესაბამისად, მე მინდა აი ნორმატივებს გავყვეთ რეალურად და ბიზნესისთვის დღევანდელი ჩვენი დიალოგი იყოს ერთგვარი გზამკვლევიც, თუ რა ნიუანსები და რა პრეფერენციები უნდა გაითვალისწინოს მან საგადასახადო შემოწმების დროს. გისმენთ ყურადღებით, ძალიან საინტერესოა როგორც ყოველთვის თქვენი რჩევები. მოგესალმებით, სანდრო. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. საკმაოდ აქტუალური თემაზე უნდა ვისაუბრო დღეს, ეს არის საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმება პირველ რიგში ეს არის საგადასახადო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, რომლის მიზანია განსხვავების გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენა. საგადასახადო შემოწმებას ატარებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი. საგადასახადო შემოწმებაზე ერთის მხრივ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ეს არის ბიუჯეტზე ინტერესების დაცვა, ბიუჯეტის ინტერესების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ შესაძლებელია ვისაუბროთ, რომ ეს არის კონკურენტუნარიანი და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა ბიზნესისთვის. ამასთან შესაძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ საგადასახადო შემოწმება ეს არ არის მხოლოდ რეაგირება, არამედ ეს არის პრევენციული ინსტრუმენტი, რომელიც საბოლოოდ გავლენას ახდენს ბიზნესის ქცევაზე. საგადასახადო შემოწმება პრაქტიკაში ტარდება როგორც შიდა და გარწყაროების ინფორმაციის საფუძველზე, ასევე შესაძლებელია ჩატარდეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით და თვითონ გადასახადის გადამხდელის ინიციატივით. ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში უწევს გარკვეული თანხის გადახდა, რომ მას შეუბოწონ გარკვეული პერიოდი. თუმცა პრაქტიკაში გადასახადის გადამხდელები იშვიათად მიმართავენ ხოლმე საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე და ურჩევნიათ მათ დაიქირავონ საგადასახადო კონსულტანტი, გარე საგადასახადო კონსულტანტი, რომელიც ურჩევს გარკვეული სამეურნეო ოპერაციების დაბეგვრის სისწორის განსაზღვრას. კი, მე მინდა აქვე ჩავაქსო საკითხი, რომელიც ძალიან მარტივად და პრიმიტიულად ჟღერს, მაგრამ აქვს ამ საკითხს არსებობის უფლება. ვინ ხდება და როგორც წესი, რომელი კომპანიები ხდებიან მოწყვლადნი, რომ რეალურად ისინი გახდნენ ადრესატები საგადასახადო შემოწმების. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩნდება ბიზნესში ისეთი ინტერპრეტაციები, რომ აი, როდესაც მალავ ან არგვევ, მხოლოდ მაშინ ხდება საგადასახადო შემოწმების აქტი, ხო? შესაბამისად, აი, მე მაინტერესებს, ვიზე ვრცელდება ეს ნორმატივი. აი, კიდევ ერთხელ მომბანო, კითხვა ძალიან პრიმიტიულად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ რეალურად აქტუალობას არ კარგავს ეს საკითხი არასდროს, განსაკუთრებით მიკრობიზნესში. დიახ. კი ბატონო, გეტყვით ამასთან დაკავშირებით, რომ საგადასახადო ორგანომ ასევე შეიმუშავა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში პრევენციაზე, რისკებზე დაფუძნებული პრევენციული მიდგომა. ამ შემთხვევაში ის ახდენს არა შემოწმების ბრძანებით გადამხდელთან დაკავშირებას, არამედ ის სატელეფონო საუბრისას, სატელეფონო გასაუბრებით, ან და კანონმდებლობით გათვალისწინებული 70-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს გარკვეულ ინფორმაციას, ინფორმაციის დამუშავების შემდგომ გადასახადის გადამხდელს აცნობებს გარკვეული სამეურნეო ოპერაციების დაბეგვრის გამოსწორებაზე. ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დამატებით საგადასახადო სანქციები აღარ წარმოეშვება და რა თქმა უნდა, თუ გაითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს რჩევას და დააზუსტებს თუნდაც დეკლარაციას, მაშინ უკვე შესწავლის პროცესი ჩერდება. თუ არ დაადასტურებს და თუ არ წარადგენს შესაბამის ნორმატივებს, რა ხდება მაშინ? ამ შემთხვევაში უკვე შემოწმებელი გადადის შემოწმების პროცედურაზე და ეგზავნება მას უკვე ბრძანება, შემოწმების ბრძანება. ამ შემთხვევაში უნდა გაუმიჯნოთ ორი საგადასახადო შემოწმების ფორმა, ეს არის გასვლითი საგადასახადო შემოწმება და კამერალური საგადასახადო შემოწმება. გასვლითი საგადასახადო შემოწმების დროს საგადასახადო ორგანო გადამხდელის ობიექტზე ახდენს შემოწმების პროცედურას, ხოლო კამერალური საგადასახადო შემოწმების დროს უკვე შემოსავლების სამსახურის ადგილზე ხდება შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება. ასევე ორივე შემოწმების დროს აუცილებელია, რომ გადასახადის
გადამხდელმა წარუდგინო შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ დაბეგვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე საბუღალტრო ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები და სხვა ახსნა განმარტებები, რომელსაც მოითხოვს საგაზაფხულო ორგანო შემოწმების პროცესში. არ წარდგენის შემთხვევაში ინფორმაციის, ამ შემთხვევაში საგაზაფხულო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულია გარკვეული მცირე ჯარიმა, თუმცა ამ შემთხვევაში საგაზაფხულო შემოწმებელს შეუძლია გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი შემოსავლების დათვლის, რომელიც რა თქმა უნდა უფრო მეტ საგაზაფხულო და ფინანსურ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული და ამის შემდგომ უფრო მეტი დავის საგანი ხდება აღნიშნული მიდგომით ჩამოყალიბებული აქტი. დავის საგანი ხდება უკვე ორ სუბიექტს შორის და როგორ შემოდის აქ უკვე მესამე ხელისუფლების კომპონენტი. აქ უკვე სასამართლო ნორმატივებაზე მაქვს საუბარი, შესაბამისი განჩინებების კომპონენტი და ასე შემდეგ. აი, მე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ აი, საგადასახადო შემოწმება იმთავითვე, ხო, აი, ბიზნესს რატომღაც მომენტალურად ნეგატიური განცდები უჩნდება ხოლმე ამ მიმართულებასთან დაკავშირებით, ლოგიკურიც არის ეს სადღაც, მაგრამ თუ ბიზნესს თავისი საგადასახადო ნორმატივები, ბუღალტრული, აუდიტორული ანგარიშები აქვს მოწოდების სიმაღლეზე და წყობრში და წესრიგში, ხო, ანუ აქ საშიში და ფობიების საგანი ეს ნამდვილად არ არის. და ნებისმიერ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს აქვს უფლება დასვას კითხვები. როგორ დასვას ეს კითხვები, ეს უკვე ცალკე თემაა და აქ მინდა შემოვიტანოთ უკვე მესამე ხელისუფლების საკანონმდებლო როლი სასამართლოზე მაქვს უკვე საუბარი და აი ძირითადად რა კაზუსები გამხდარა ხოლმე დავის საგანი, რას უჩივის ძირითადად ბიზნესი და აი რა უნდა იცოდეს ბიზნესმა მის უფლებრივ ნორმატივებთან დაკავშირებით. ბატონო, სწორად აღნიშნეთ, რომ განსხვავების გადამხდელისთვის რა თქმა უნდა წნეხია საგაზაფხულო შემოწმება, თუმცა თავიდან ბოლომდე მოწესრიგებული საბუღალტრო მონაცემები ეს იქნება ხელშეკრულებებით გაფორმება და მისი რეალურად შენახვა უზრუნველყოფს განსხვავების გადამხდელს რა თქმა უნდა თავი დაიცვას ნებისმიერ შემთხვევაში და შემოწმება არ ნიშნავს მხოლოდ გადასახადების დარიცხვას, შესაძლებელია შემოწმების ბრძანება დასრულდეს დაურიცხავი თანხებით ან და შემოწმების აქტი გამოიცეს შემცირებული თანხებით. გამომდინარე აქედან ასევე თუ მაინც დაერიცხა განსხვავების გადამხდელს გარკვეული თანხები, მას აქვს უფლება დავების პროცესამდე განახორციელოს შემდეგი ნაბიჯები. მიმართოს წერილობით, რომ ეს გამოწვეულია უნებლიეთ და მხოლოდ გამათავისუფლებლად აღნიშნული სანქციებისაგან და ამის შესწავლის შემდგომ შემოსავლების სამსახურმა შესაძლოა ძირითადი თანხის გარდა სანქციებისაგან გაათავისუფლოს გადასახადის გადამხდელი. რამდენად ლოიალური ხომ ასეთ დროს საგადასახადო ორგანო? ამ ფუნდამენტურ საკითხებს თვითონ სწავლობს ხოლმე და ამის მიხედვით აფასებს რამდენად სწორად მიმართა. ხო, მეც ახლა ცოტა ისეთი კითხვა ცოტა გავალაითე თემა, ახლა რა თქმა უნდა ლოიალური არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ლოიალობა არ ქმნის იმის წინაპირობას, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში დავმალოთ ინფორმაცია, მისი ტრანსპარენტულობის დაკავშირებით გარკვეული კითხვები გავაჩინოთ და ასე შემდეგ. ამიტომ რანაირი ლოიალური და ლიბერალურიც არ უნდა იყოს ჩვენი საგადასახადო სტრუქტურა და ცალსაღად არის, ხო? ეს არ უნდა იყოს ცდუნება და წინაპირობა ბიზნესისთვის, რომ კეთილსინდისიერებაზე ამ შემთხვევაში თქვას უარი. დავების ნაწილი მინდა წამოვწიოთ წინარე პლანზე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აი თქვენ ახსენეთ უნებლიეთ ბიზნესი თუ დააფიქსირებს, რომ მას მოუვიდა უნებლიეთ, მაგრამ ბიზნესი თუ არ აღიარებს ამ შემთხვევაში მის მხარეს არსებულ პასუხისმგებლობებს და ამ შემთხვევაში ხელს იშვერს უკვე საგადასახადო ორგანოსკენ და აქვს ისეთი პოზიცია, რომ რეალურად უსამართლოდ მოხდა გარკვეული საჯარიმო სანქციის დაკისრება და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევებიც ხო არის, ხო? და შესაბამისად ასეთ დროს რა ხდება? ანუ უკვე რეალურად საქმე ინსტანციებში მიდის, სასამართლო ინსტანციებზე მაქვს საუბარი. როდესაც უკვე საგაზაფხულო შემოწმება დასრულდება, განსხვავების გადამხდელს ეგზავნება შემოწმების აქტი, შემოწმების აქტთან ერთად ეგზავნება საგაზაფხულო მოთხოვნა, რომელშიც ასახულია კონკრეტულად დარიცხული თანხები, მათ შორის ჯარიმები და ძირი თანხები. ამის შემდგომ 30 კალენდარული დღის ვადაში განსხვავების გადამხდელს შეუძლია აღნიშნული აქტი მოთხოვნასთან ერთად გაასაჩივროს შესაბამის ინსტანციებში. აუცილებლად უნდა დაიცვას აღნიშნული თარიღი, ვადები და აუცილებლად უნდა დაიცვას ინსტანციები. პირველ რიგში უნდა გაასაჩივროს მან შემოსავლების სამსახურში. თუ შემოსავლების სამსახური არ დააკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, უკვე გადადის ფინანსთა სამინისტროს დავების დეპარტამენტში. ფინანსთა სამინისტროს დავების დეპარტამენტის შემდგომ უკვე შეუძლია მან გაასაჩივროს სასამართლოში, რომელიც რა თქმა უნდა ხანგრძლივი პროცესია. ხანგრძლივი პროცესია, 4 ინსტანცია, პლუს ზევიდან ევროპული სასამართლოს ნაწილი და ნუ რეალურად ეს უკვე ძალიან დიდ დროსთან საშუალო შეწონილად 5 წელთან არის დაკავშირებული, თუ უფრო მეტი არა.
მინდა რომ ამას მინდა ხაზი გაუსვა რომ განსახადის გადამხდელს უფლება აქვს ასევე ჯარიმის თანხა შეიმციროს, ანუ ჯარიმის სრული თანხა არ გადაიხადოს, მაშინ, როდესაც ის საგაზაფხულო შემოწმების აქტს და მოთხოვნას ჩაიბარებს და 30 დღის განმავლობაში აღიარებს აღნიშნულ საგაზაფხულო დავალიანებას და გადაიხდის როგორც ძირ თანხას, ასევე ჯარიმის ნახევარ თანხას. დანარჩენი ნაწილი გადახდის ვალდებულება უკვე აღარ ანუ მეორე ნაწილი თუ სწორად გავიგე ჯარიმის მეორე ნაწილი ამ შემთხვევაში ანუ მივდება და რეალურად ანუ კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ თუ შეიძლება ეს საინტერესო ნორმატივია ყურადღება მისაქცევი ნორმატივია და ანუ ამ შემთხვევაში თუ კომპანია აღიარებს მის პირობითად წყალებში ან პირდაპირ მნიშვნელობით ბრალეულობას მას შეუძლია დაფაროს ძირი თანხა დაფაროს ჯარიმის ნახევარი და მეორე ნახევარი ამ შემთხვევაში დავა ანულირებასე ხო ნუ ესეც მნიშვნელოვანია ხო ვახსენე რეალურად რომ ლიბერალური მიდგომები გვაქვს თქო და რეალურად ეს ასეც არის თუმცა ეს არ უნდა იყოს წინაპირობა ამ ყველაფრის ხო, აი ხა თავარი საკითხი, ხო, ხა რატომღაც ნეგატივიდან დავიწყეთ საუბარი და კარგია, როდესაც მსჯელობა მიდის, ნეგატივიდან უნდა დავიწყოთ მსჯელობა, მაგრამ აი ამ შემთხვევაში მე მინდა უკვე ძირეული რეკომენდაციები მივცეთ ბიზნესს, რომ რეალურად აუტკივარი თავი არ აიდგიოს და რეალურად თავისი ბუღალტრული საოპერაციო კომპონენტები განსაზღვროს ისე, რომ ზედმეტი კითხვა არ გაუჩნდეს არავის. აი ამ შემთხვევაში რა ძირითად ძირეულ რჩევებს გასცემდით ბიზნესის მისამართით. აუცილებლად განსახადის გადამხდელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყოველდღიური სამეურნეო ოპერაციები აღრიცხოს როგორც ბუღალტრულ პროგრამაში, ასევე გააჩნდეს მას ნებისმიერ სამეურნეო ოპერაციასთან დაკავშირებით არგუმენტირებული დოკუმენტაცია, ასევე კონდეს მას არგუმენტირებული მტკიცებულება საგადასახადო დაბეგვასთან დაკავშირებით. თუ ის იყენებს გარკვეულ შეღავას ან და გათავისუფლებებს, აღნიშნულზეც უნდა კონდეს, რა თქმა უნდა, დაბეგვასთან დაკავშირებით არგუმენტაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია. ამასთან საკვანძო საკითხია ის, რომ აუცილებლად შემოწმების პროცესში უნდა ითანამშრომლოს შემოწმებასთან, რამდენადაც შემოწმებისათვის მიწოდებული სწორი ახსნა-განმარტება და სწორი ინფორმაცია საბოლოოდ უზრუნველყოფს დამატებითი ფინანსური ვალდებულებებისაგან თავის არიდებას. და ბოლოს თუ მაინც უკვე საგაზაფხულო შემოწმება აქტით დაარიცხა ძირი თანხები და ჯარიმები, მას შეუძლია თავის უფლებით გამოიყენოს უკვე და გადავიდეს ის დავების პროცესი. მარიკა, საოპერაციო ტიპები და ინდუსტრიები და მათ შორის ბიზნესის კონდიციები. სად ხვდებით ხოლმე თუ არსებობს ზოგადი ხედვა ამასთან დაკავშირებით, აი სად ხვდებით ხოლმე უფრო მეტწილად აი ამ კაზუსებს? მიკრობიზნესში, მცირე და საშუალო ბიზნესში თუ მსხვილ ბიზნესშიც რეალურად, აი ვინ უშვებს ყველაზე მეტ შეცდომას ასეთ დროს? აი შეგვიძლია თუ არა ამ კუთხით საშუალო შეწონილად მაინც ვიმშელოთ. ნახეთ, შეცდომების დაშვების ალბათობა რეალურად ორივე მხარეს შესაძლებელია იყოს. თუმცა მსხვილ ბიზნესის შემთხვევებში, რა თქმა უნდა, უფრო ფორმაში ნაარსზე მივდივართ ამ შემთხვევაში და დაბეგრვის ძირეული საკითხები მსხვილმა ბიზნესებმა ასე თუ ისე შეისწავლა და მცირე ბიზნესებში სხვა რისკები შესაძლებელია გამოვლინდეს. ამიტომ საგაზაფხულო შემოწმებელი ზუსტად ორიენტირია და სპეციფიკიდან, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე უკვე იცის, რომელ სფეროს და რა, ასე ვთქვათ, კატეგორიას რა კუთხით შეხედავს. და ამის მიხედვით უკვე თვითონ განსაზღვროს დანიშნოს თუ არა სრული საგაზაფხულო შემოწმება, თუ თემატური საგაზაფხულო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების ვადებზე მინდა გითხოთ ასევე, აი რა ხანგრძლივობა არის და რამდენი ხანი გრძელდება თითოეული აქტი. საგაზაფხულო შემოწმება, როგორც ასეთი კანონმდებლობით გაწერილია, რომ უნდა გაგრძელდეს 3 თვით, მაგრამ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის, შესაძლებელია გაგრძელდეს 2 თვით. ეს უკვე დამოკიდებულია შემოწმებელზე, საგაზაფხულო რისკების გამოვლენაზე, მოცულობაზე კომპანიის და სხვა. და ამ შემოწმების განმავლობაში ბიზნეს საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევების კუთხით პრობლემები ხო არ ექნება? ანუ თუ ბიზნესი რეალურად აგრძელებს მაინც ოპერირებას და რა თქმა უნდა აგრძელებს, თუმცა აქ არის გასათვალისწინებელი, რომ შესაძლებელია გასვლის საგაზაფხულო შემოწმების დროს დანიშნოს შემოწმებელმა ისეთი სხვა კონტროლის ღონისძიებები, როგორიც არის ქრონომეტრაჟი, ინვენტარიზაცია, დათვალიერება, სალაროს ინვენტარიზაცია, ასევე ინვენტარიზაციის დროს შესაძლებელია ობიექტი დროებით შეჩერდეს საქმიანობა მისი, თუმცა შესაძლებელია არსებობს ინვენტარიზაცია, როდესაც არის შერჩევითი და ამ დროს საქმიანობის შეჩერება არ ხდება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ განსახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დეკლარაციის დაზუსტების უფლება
არა აქვს. არა აქვს. ხო, აი კიდევ ერთხელ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ბიზნესისთვის აუცილებელია პროფესიონალური მომსახურება და რჩევები და მაგიტომაც არის ზუსტად Grand Ordon საქართველოს ჩვენთან ერთად რომ აი ეს ნიუანსები და მნიშვნელოვანი კაზუსები გავაჟღეროთ, იმიტომ რომ ბევრი გვიყურებს, ბევრი გვისმენს და ბევრისთვის ეს საკითხი არის ძალიან აქტუალური და მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეული პუნქტის ასე დეტალურად გაშლისთვის და ძალიან საინტერესო მსჯელობისთვის. ხო, ჩვენ მომავალ კვირაში სტარტმონებულება შევხვდებით ერთმანეთს სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემით, ეს იყო Grand Ordon საქართველოს შენი საგადასახადო გზამკვლევი. გავდივართ რეკლამაზე, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით მალე პირდაპირ ეთერში, ასევე ძალიან საინტერესო თემები გველის წინ, ასე რომ დარჩით ჩვენთან. გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოს